ძალიან ბევრი ტყუილი კურსი გამოჩნდა უკვე და კიდე გამოჩნდება ბაზარზე, სადაც თქვენ გპირდებიან ამ ტექნოლოგიის დაუფლებას. 100 ლარად, 150 ლარად, 200 ლარად არ არსებობს. შანსი არ არის, ხალხო, ეგ არ დაიჯეროთ რა. 200 ლარად თქვენ ამ ტექნოლოგიას ვერავინ გასწავლით. ზოგადად ეგ სწავლაც კი არ არის. ეს იგივეა რომ ველოსიპედზე არა, უფრო მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. აი, ცურვის სწავლა გინდათ და თქვენ საბოლოო ჯამში იპოვით ვიღაცა ტრენერს, ვინც გეუბნებათ, რომ აი, რაღაცა N თანხად გასწავლით ცურვას, ხო? და ადარებთ ახლა ბაზარზე არსებულ სხვა პირობითად შესწავლის პროგრამებს, სადაც აქ მაგალითად 1000 ლარი ღირს, აქ 100 ლარი ღირს, ხო? ნუ ორივე გეუბნება, რომ ცურვას გასწავლი. მიდიხარ 100 ლარიანთან და ის საბოლოო ჯამში გეუბნება. აი, ეს არის ბასეინი, ესე იგი, ეს არის წყალი, ეს ხარ შენ, ეს არის შენი ხელები და მიდი იცურავ. აი, მორჩა. ეს არის მთლიანი მათი სწავლის პროცესი. ოღონდ ისინი ამას რაღაცნაირად და რაღაცა საბოლოო ჯამში რაღაცა სახეს აძლევენ და რაღაცა აი, ასე ვთქვათ, კამფეტივით გიფუთავენ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ფარსია და ტყუილი. როგორც კი მოხვდებით, აი იმ 1000 ლარიან და შეიძლება უფრო ძვირიც კი, მიხვდებით რომ ეს ისეთი რამეა, რასაც მუდმივი სწავლის პროცესი სჭირდება, ხო? ონლაინში მაგას ვერ ისწავლე. ონლაინში თქვენ რომ ამის სწავლის უნარი და შესაძლებლობა გქონდეთ, თქვენითაც ისწავლეთ. არავინ არ გჭირდებათ რა. ან ჩვეულებრივად მიწერთ ChatGPT-ს იგივეს, Gemini-ს მიწერეთ, Perplexity-ს მიწერეთ, ვისაც გინდათ მიწერეთ, Claude-ს მიწერეთ, რომ მოდი მასწავლე, აბა. აი მასწავლე რა შეიძლება მე გავაკეთო შენთან ერთად, მორჩა. ანუ მორჩა და ეს კიდე ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე თქვენ ვიღაცას თანხა გადაუხადოთ. არ დაიჯეროთ, ძალიან გთხოვთ, მე თვითონ ვასწავლი და მე ჩემს შრომას სადაც ვაფასებ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ პირობითად მე რომ ვინმე მომმართავს რომ მოდი აბა მასწავლე, მე ვიცი რომ მე მის გვერდით უნდა ვიჯდე. მე მის გვერდით უნდა ვაკეთო. მე მისი შეცდომები უნდა ვასწორო, მე უნდა ვუხსნა რატო დაუშვე შეცდომა და ზოგადად რა არის შეცდომა. და მთელი ეს ბექგრაუნდი მე უნდა გადავწე ამ ადამიანს, რომ საბოლოო ჯამში ამ ადამიანმა თქვას, რომ მე დავეუფლე ამას. მე ეხლა ანდრო შენს გარეშეც შემიძლია განვითარება. აი ეს არის ერთადერთი მიდგომა, მენტორული მიდგომა, რაც დღესდღეობით მუშაობს. სხვა დანარჩენი უბრალოდ არ მოტყუდეთ რა. შეიძლება ამ ვიდეოს უყურებდეთ უკვე უშუალოდ ამ 100 ლარიანი კურსის გავლის შემდეგ, არა უშავს, მთავარია მეორეჯერ არ მოტყუდეთ. კაი, ეს არ მოტყუდით, მეორეჯერ არ მოტყუდეთ. არ არსებობს. ეხლა რომ თქვენ შვილი მიიყვანოთ ინგლისურ ენას. რომელი მასწავლებელი შეასწავლის თქვენ შვილს ინგლისურ ენას 100 ლარად? ეგ ხო ნონსენსია, ხო? ანუ არ არსებობს ეგეთი რაღაცა, ხო? ხო და ხელოვნური ინტელექტის სწავლა ინგლისურ ენაზე კიდე ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, დიდია რა. დიდი იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად იცვლება ყველაფერი. რაც გუშინ აქტუალური იყო, დღეს მორჩა, მკვდარია, всё, აღარავის სჭირდება. იგივენაირად, აი, გუშინ ვიყენებდი voice-over-ისთვის Gemini TTS 2 და 5-ს, ზუსტად გავაკეთე კონტენტი და ზუსტად 7 წუთში გამოვიდა 3 და 1 და 2 და 5-ის პრომპტები, მიდგომა, ყველაფერი მოძველდა. ანუ მთლიანად ახალი სისტემაა, ასე ვთქვათ, ჩამოსაყალიბებელი და ვინ, როგორ, რანაირად კარგი, მოდი ვთქვათ, მე შეიძლება ვწდები. ხო, მე ყოველთვის იმას ვაღიარებ, რომ მე შეიძლება ვწდები, მაგრამ სამწუხაროდ პრაქტიკა იმას მიჩვენებს, რომ არა ვწდები და